გამარჯობა, დაბრუნდი ვა. დაბრუნდეს ვიძახი. ამ ვიდეოთი არ დაბრუნებულიყავი იმ შეპირებული პოდკასტი ნიო რონალდინიოთი, რომელსაც დაკვირდით ძალიან დიდი ხნის წინ. გუშინ დაბარებული მყავდა ყველა, მაგრამ ნანუკა ადგა ცუდად გახდა სპეციალურად. მანამდე მე ვიყავი ცუდად, ვირუსი მქონდა ძალიან ცუდი, მე გადავდე, ანუ ერთად კი არ დაგვემართა, ჯერ მე რომ მოვრჩი, მე ამას დაემართა და 7 დღეა ვირუსში ვართ. და დღეს უკვე ქორო, როგორც იცით, იბერიის ფეხბურთელი თანამშრომელი და ძალიან კარგი ადამიანი არის და მიდის იმაში, რა ქვია, ესტონეთში მიდის, მიყვება იბერიას. მიხვდით ალბათ, რომ მე და ქორო უნდა მждარიყავით, სტუმრად იყო ნიკოლოზ ტაპატაძე. ჩემთან სახლში ესეთი კონცერტი, მოკლედ დავდებ რა, მაგრამ დღეს მოდი ამ ვიდეოს გადავიღებ, იმიტომ რომ მარტო ჯდომა მეზარება. სხვა შორის ნიკოლოზ ტაპატაძეც წავიდა არა ესტონეთში, მაგრამ იქვე სურამში იმყოფება დღეს ნიკოლოზ მოკითხვა აქედან. უღრმესი მადლობა წინა ვიდეოზე ვთქვი, რომ 5000 ლაიქზე თუ ავა ეს ვიდეო თქო, შემდეგ ვიდეო მთლიანად ლექსად. არა, შემდეგი ასეთი სტილის ვიდეო მთლიანად ლექსად იქნებოდა თქო. ეს არის ზუსტად ის ასეთი სტილის ვიდეო, რომელიც ლექსად უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ არის. იმიტომ რომ სხვა ვიდეო უნდა გადამეღო თქო, ამას ისევ ვიმეორებ რა. მაგრამ იმას აუცილებლად დავდებ. მოდი რამდენი კაც სპეციალზე. კაი, რომელიღაცაზე უეჭველი გავაკეთე. დიდი, აი ხა 5 წუთიანი ვიდეოს ხარ და თუნდა დავდოთ 15 ან 30 წუთიანი ვიდეო, რომელიც სულ ლექსად უნდა იყოს და მარტო ლექსები კი არ უნდა იყოს, ვარაგარა დუ და რაღაცები. აზრიც უნდა იყოს, რომ უნდა იკითხებოდეს კიდეც. რაფერც წინა ვიდეოში მოგახსენეთ მე სიმღერად ჩემი არხის რა ჩემი ბასტო ფანტასტოს სპონსორი გახდა Starbucks-ი. მე გადავკრავ ახლა სამაგ ესპრესოს შოტს, Starbucks-ის სამაგ ესპრესოს შოტს, რათა მოვიდე ენერგიაზე, რათაც მოგეთ რახან არ თქვა ხოლმე შემთხვევით, აზრზე ვიყო და ვიდეოც გამოვიდეს ენერგიული, საინტერესო და კარგი, როგორცაც ჩემგან და Starbucks-ისგან ელოდებით. კოფეინი ბლოკავს ადენოზინი, არის ესეთი რაღაცა, როგორც ვიცი. ადენოზინი, ხო? ადენოზინს ბლოკავს, ადენოზინი არის პასუხისგებელი იმაზე, რომ თქვენ ძილიანობის შეგრძნება გააქვთ, რა ესე რომ მოგეძინებათ და ესე რომ ხართ, მაგას ბლოკავს. ამგი არ გაღვიძებთ, უბრალოდ გავიწყებთ, რომ გეძინება. მაგიტომ მიყვარს ძალიან ყავა და კოფეინი, რომ არ მინდა მეგონოს, რომ მეძინება, მით უმეტეს მართლა ეგრე იყოს რა. სხვათა შორის ნივთიერებებზე გამახსენდა, ჩერნობილში აღმოაჩინეს სოკო კედელზე, რომელიც იკვებება რადიაციით. ანუ რადიაციას იწოვს. რაღაცა სოკო გაიჩითა, რომელიც რადიაციას იწოვს რა. ანუ ხო არის რომ კაქტუსები რო ვდებთ ხოლმე იმასთან, რომ იმას იწოვს რა, გამოსხივებას იწოვსო და შენამდე არ მოდისო გამოსხივებით იკვებებაო თუ რაღაცა იგეთი. მსგავსი რაღაცა სოკოც რა, რაღაცით იკვებება. ყველა სოკო რაღაცა იმით იკვებება რა და ეს ჩემისა ჩვენი საყვარელი სოკო სახელი აღარ მახსოვს, აქ დაეწერება. იკვებება რადიაციით. მაგარია სოკო რა, ზოგადად სოკო მაგარი როჟა არის, იმიტომ რომ ძალიან ამოუხსნელი. რაღაცა ბევრი ის არსებობს, რომ სოკო საიდან მოვიდა, არც ხილია, არც ბოსტნეულია. ანუ ადამიანის ევოლუციასთან უფრო ახლოსაა მისი ევოლუცია, ვიდრე რაღაცა ვაშლის ან რავი სოკოს კიდე რა გავს. ძალიან უცნაური რაღაცებია და ძალიან ბევრი თვისება აქვს რა, ანუ ზოგადად ყველანაირი თვისება არსებობს, ანუ ყველაფერი აქვს რა. და ამბობენ რომ მაგალითად სოკო არის ინტერნეტი დედამიწის რა, ბუნებრივი ინტერნეტია რა, ანუ ხეები ებაზრებიან სოკვებით ერთმანეთს, ანუ ის ხე, სადღაც რო არის სურამში ხა, რომელიც ქვეშაც ტაფსტუნაზის და გალაქტიონს კითხულობს და ის ხეს, რომელიც ესტონეთში არის ქორო და მიყუდებული ამ თვალი ზემოდან იმაშვებ, ეგ ხეები კომუნიკაციას ახდენენ სოკოების მეშვეობით რა, სოკოს ესე ხაზების მეშვეობით. და რას საუბრობენ ძალიან მაინტერესებს. აუ ჩემ ძირში ისეთი მელოდი ტიპი. და სოკო ძალიან ისეთი როჟაა რა, მაგარი ტიპი არის. დაჟე სოკოს ფორები რაც არის რა, ანუ თესლი რაც არის სოკოსი რო რამე რა, რისგანაც იზრდება, ანუ სოკოს საწყისი რაც არის, რავი ემბრიონი კვერცხუჯრედი რაღაცა, რაც არის სოკოსი, შეუძლია გადაურჩეს, რავი, ბევრი ძალიან სიცხეს, ტემპერატურას, აი ძალიან კაი ის აქვს რა, გადარჩენის ინსტინქტი აქვს ამ სოკოს. ხო და გაიჩიტა ახალი სოკო რადიაციას იწოვს. ეხა ერთი სოკო გვინდა, რომელიც შეიწოვს მაგალითად ზიზღს. მაგარი იქნება ზიზღის დრო იკვებებოდეს სოკო, ამოდიოდეს, ზიზღს იწოვდეს, ან ცუდ ენერგიას, ან ცუდ ხასიათს, ან ნიჰილიზმს, ან იმპოტენციას, ან რავი, ცუდი რაც არის, ყველაფერს იწოვდეს და შენ გრჩებოდეს პოტენცია და სამყაროს მიმართ კარგი დამოკიდებულება და ამბიცია და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო გარემო გვაქვს საქართველოში. მაგალითად რაღაცა ვიდეოები შემხვდა ტიპს მანქანა ჩამოართვეს. რო კაროჩე შეხედესო და ღვილი თუ ხმას გამოსცემსო, შეიძლება გამოსცესო, არ ვიცი ხა ვერ დაგითვლით რომ ხელა ხმას გამოსცემს, მაგრამ
შეიძლება გამოსცესო ამან ხმა და წართვის მანქანა და ამ ტიპმა დაურეკა რომ კაროჩე მართმევენ მანქანას გეხვეწებიო მოდიო გაწამიყვანიო და ვინც მოვიდა იმ ტიპსაც ჩამოართეს მანქანა ეგეთი სამყაროა რა რაღაც უცნაურ კანონებს იღებენ შეიძლება ხვალ გავიღვიძოთ მაგალითად და კროქსები რო არის ფეხსაცმელები მაგის სპორტულ რეჟიმში ქონა ანუ გადართული სპორტულ რეჟიმში სადაც ადამიანები მოძრაობენ ჩვეულებრივ სიჩქარით და შენ კროქსები სპორტულზე გადართული შეიძლება დაგაჯარიმონ რა ანუ ხო არარეალურია ხო აი შეუძლებელია ეგ რეალობა იყოს მაგრამ შესაძლებელია არის რეალობა იყოს რა იმიტომ რომ მართლა მე ვერ ვხსნი რა ვიცი თუ მიხსნით ამიხსენით მაგრამ მაინტერესებს მაგრამ მე ჩემი აზრით თუ ეგრე ვართ და ეგეთ კანონებს ვიღებთ მე მაქვს რამდენიმე იდეა რა რომელი კანონიც მართლა უნდა მივიღოთ და ჩამოვწერე ეგენი რომ აი რომელი კანონებს არ გავაპროტესტებ თუ მიიღებთ რა voice რო გიგზავნიან აი პოდკასტ რო გიგზავნიან voice-ად რა ოღონდ ეგრევე ეგრო არის აქ ხარ იქ ხარ აშვები პასტო კაროჩე უცებ ანუ ეგრევე რო ეგ voice მოდის ანუ მაგ დროს რა მჭირდება იცი როგორი მომზადება მჭირდება იცი და ჩავიცვა გადავივლო გავიმზადო რაღაცა ყავა დავლიო ხოძზე ვიყო რაღაც გავთავისუფლდე ზედმეტი ფიქრებისგან და ჩავრთო ანუ ეს 9 წუთიანი voice არის ძალიან იწელება 40 წუთი უსმენ ხო მაგას ჯობია რომ დარეკო რა და დიალოგის რეჟიმში იქნება 9 წუთი რამენაირად 3 წუთზე დავიყვანოთ რა იმიტომ რომ თუ ამბობ მაგალითად რომ ხო იცი სოკო რო არის კარო კი ვიცი იქ რო აღმოაჩინეს всё მორჩა 4 წუთი მოიტყნა ამიტომ დრო არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთადერთი რაზეც манипуляციას ვერავინ ვერ ვახდენთ სამყაროში არის დრო და შესაბამისი ის მივაქციო დროს რა იმიტომ დრო ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე თუ იქნება რამე ჯარიმა მე რავი არ გავაპროტესტებ მომხმარებელიც პირიქით ვიქნები რომ ჩამშვები ვიქნები რომ აი ნახე გამომიგზავნეს თქო რა voice chat-ში ხმამაღლა ჭამა ეხლა ჩემ მეგობარს აქვს მიკროფონი ASMR-ის მიკროფონი აქვს ანუ რო სუნთქავს კი არა ხასიათი რო ეცვლება აურა რო იცვლება სახლში შემოდის ხმა აი ეს შემოდის როგორც იცი აი ესე შემოდის და ჭამს ხომე ბიჭო თან ანუ მოიხსენე ანუ ხომდა ყველს და ხარჩოს ჭამს ხომე აი აქ პირში აქ ნაუშ აი ისე ჭამს თუ რა შვება არ ვიცი ეგეც დარჩადი უნდა იყოს სიცილის ემოჯების გასპამვა დაწერა თუ არ გეცინება სიცილის ემოჯებს რო დაწერ უნდა გქონდეს ეგეთი ის რომ სიცილის ემოჯებს დაწერ უცებ ფოტოს უნდა გიღებდეს კამერა და თუ ესეთი სახე და სიცილის ემოჯებს წერს ღუტუნი რავი 40 დღე რა ხარ ზოდიაკოთი ბასტო ხო ზოდიაკოთი რა ხარ თხის რქა რა დეტალურად უნდა ამიხსნა აი ამაში თუ დეტალურად არ ამიხსნი რას გულისხმობ და თუ არ დამარწმუნებ რომ ეგ რაც იგულისხმე ანუ ინფორმაცია დაყრდნობადია და რაღაცა არსაიდან არ მოდის მაშინ ოკეი თუ დამარწმუნებ თუ ვერ დამარწმუნებ მეც უნდა განგსაჯო შენი აკვარი რასო დაიწყება ღ სანამ Facebook-ზე პოსტ დაწერ პატარა ლოგიკური ამოცანა და ამუნარების ამოცანა უნდა ამოვიდეს უნდა ამოხსნა მე შეგეძლება დაყდერე პოსტის ღილაკი მაშინ გალუჟდეს მაგრამ ნაცრისფერი იყოს ხო მაგარი იდეა ვაფშე ნანუკა მე ხა იდეა გამოვაგზავნა უნდა აგროვებდე ლოგიკური ამოცანების ამოხსნებით ქოინებს უნდა აგროვებდე და იმ ქოინებით შეგეძლოს მარტო დაპოსტვა მაგარი ეგეთი სოციალური ქსელი ხوار შექმნათ всё სოციქსელს ქვია OF CTLG ანუ only fantastos ხო და პატარა ქოინებს აგროვებ ესე წარმოგიდგა მაგარი მართლა ლოგიკურ ამოცანებს აკეთებ ტრივიებს რაღაცეებს იქ რა ისტორიის ცოდნათ რა მათემატიკის რაცა ანალიტიკურ აზროვნებას რაღაცეებს იქ ფლექსაობ ქოინებს აგროვებ და ამ ქოინებით მე პოსტებს წერა შეგიძლია პოსტი არა კომენტარები კომენტარი პოსტი ნებისმიერ რაღაცა რა წერა კარში ტიპი რო დგას რა კარია გასასვლელი ერთადერთი კარია ოთახს შესასვლელი და იქ ტიპი დგას ანუ ყველგან შეუძლია იდგეს მაცივარშიც შეუძლია იჯდეს მიკროტალღურში ქონდა ანუ ყველგან შეიძლება იყოს ზირს შეიძლება იწვეს აი კარში რო დგას აი ამ ყველა სივრციდან ამ ხელა ოთახიდან რომ მაინც და მაინც კარს აარჩევ და შიგ ჩადგები კაროჩე დახუჭობანაში რო იპოვიან ტიპს ერთი ეგ ვარიანტია რომ იპოვიან ტიპს და მე ეგ ვიპოვესო გამოდიო და ხელს იშვერს და ტრენდიც იყო TikTok-ზე ან ადგილს რო იპოვე და შენთან ერთად რო იმალება აი ესე ხო ჩასაფრთხე და უცებ რომ ტიპი მოდის და ერთი ეტევა და შედიხარ იმალები რაღაცა და უცებ ანუ უდანაშაულო სახით მეორე ტიპიც რომ მოდის და შენ გვერდს რომ იმალება ვითომ ერთად მები თუ რა ხო და ეგეც დაშადი უნდა იყოს დახუჭობანაში ტიპი და ყველაზე მეტად არის მანდ გამაღიზიანებელი ანუ ბოდიში აქ მომიწევს დამალვა კი არა აი ესე ჩვეულებრივი გრაჟდანინის სახით რომ შემოდის მაგაზე სხვათა შორის
სერია გვაქვს გაკეთებული სუპერ სკიბიდში 2 სერია გვიდევს და მეორე არის მაგაზე რომ შონზიკა twins უღუნავს ბატონი ზამთარს იჭინავა, იმიტომ რომ სადაც იმალება, ის შემოდის და ისიც იქ იმალება რა და მე მაგის გამო რაც მოძდით შეგიძლია სუპერ სკიბიდის მეორე სერია ნახოთ. თუ 20 წუთზე მეტი ხანი დიდი ხანი ბანაობ საბაზანოში უნდა გამოხვიდე და მოგვიყვე ყველას რაზე იფიქრე. ანუ თუ 20 წუთზე დიდ ხანს ბანაობ, უეჭველი რაღაცაზე ჩაფიქრდი, უნდა გამოხვიდე და გვებაზრო რა, ანუ ჩაწერო ვიდეო რომ, კაროჩე 20 წუთი ბანავდი, ჩავფიქრდი იმაზე. რა იქ საზოგადოებისთვის კარგი იქნება. კლასელები შევიკრიბოთო, ვინც იტყვის, 3 სამუშაო დღე ექნება, რომ ყველაფერი გეგმა, სად, როდის, რანაირად, ვინ ვიკრიბებით, 3 სამუშაო დღე აქვს, რომ იტყვის, რომ არ შევიკრიბოთ კლასელები ერთხელ, всё. კითხვის დასმა ისეთ რაღაცას, რაზეც პასუხი უეჭველი იცი. მაგალითად ვარიგებთ კარტს და კოზირი ამოტრიალ და აგური რა. ხედავ რომ აგურია. ეკითხები რა არის კოზირი? ის გეუბნება რომ აგურია. ეს მეორე დადასტურება და მე შენეკითხები. აგური? ხო. ანუ აი ეგ უნდა იგრძელოს რა, იმიტომ რომ ეგეც სხვა რაღაცა არის. ანუ მაგას იმიტომ ამბობ, რომ პროსტა ამბობ. Wi-Fi-ის კოდის გართულება. აი მაგალითად, მაგაზე მეც დავისჯებოდი. მირიანს და ნიკას სახლში Wi-Fi-ის რო ეკითხები, Wi-Fi-ის კოდი რა არისო, მოდემზე წერიაო გეუბნებიან. შენ მიდიხარ მოდემთან, ამოატრიალებ მოდემს, იმ რაღაცა ფესვის ამიდან იეროგლიფები და რაღაცები ყოლი. მაგას ძლივს გადაიტან შენს მობილურში, დააჭერ, არასწორიაო. მე დაძახება გაგიტყდება თავიდან აკრებ, იმიტომ რომ რაღაცა იქნებ შეგეშალა ამ რაღაცა უცნაური სიმბოლოები წერია. გადაწერ ძლივს თავიდან, კიდე არასწორი იქნება, მე დაუძახებ, არ არის ეგ პაროლიო. ხო, მოდემზე წერია პაროლიო გეუნება და ბოლოს აღმოაჩენო პაროლი არის მოდემზე წერია. ზებრაზე ნელა გადასვლა უნდა იყოს აკრძალული. აი რომ შეგიძლია რომ ოდნავ ჩქარა გაიარო და რახან ზებრა შენი გზა და ვატრაკებ ბიჭო აქ ნელა რო გადადიან რა. ანუ აი ვერავინ რო ვერ შეჩივლებს. მაგ დროს ჯობია რომ ჩქარა გადახვიდეთ რა, უეჭველი რა. როცა შეგიძლია იმღერო კარგად დაბადების დღის სიმღერა და სპეციალურად ცუდად მღერი, იმიტომ რომ არავინ არ იფიქროს რომ ეს ტიპი აი ძალიან ცდილობს და რაღაც რა. აი მგონია რომ აი ვინ მღერის კარგად რა, აი ნინა სუბლატი ხო კარგად მღერის. ნინა სუბლატი ხო კარგად, აი ნინა სუბლატიც მგონია რომ რა აი სპეციალურად ცოტა ცუდად მღერის დაბადების დღის სიმღერას, იმიტომ რომ დაბადების დღის სიმღერა. და მე მგონია რომ ადამიანებს თუ შეუძლიათ რომ დაბადების დღის სიმღერა კარგად იმღერონ, აი აი რა მე არ გამომდის, მაგრამ აი თუ შეგიძლიათ დაბადების დღის სიმღერა კარგად შეასრულოთ, ნება იბოძეთ და კარგად შეასრულეთ. რა პუნქტია ეს ძალიან ცუდა სიმღერა. ტიპები ვართ და იმენა ყველაფერს ვაკეთებთ რომ ოდნავ კარგად გამოგვივიდეს და ისინი ძალიან ღერიან ცუდად რომ not cool რა ისე ამბებში არ ცდილობენ. TikTok-ის გადაღება, ანუ ეს მუსიკალური TikTok ტრენდის გადაღება ისეთ ადგილას, სადაც მუსიკას ხმას ახშობს გარემოს ხმა და პროსტა ტიპი არის აი ესეთი რაღაცების ხედავ. აი მუსიკა მაგას რომ ფარავს უკვე ეს აღარ არის, მაგრამ აი ხო და უნდა აიკრძალოს ეგეთ დროს ვიდეოს გადაღება, იმიტომ რომ ირგვლივ ადამიანებს უხერხულობის ჟუანტელი დაგდის აქეთ-იქით, როცა რაღაცებს უყურებთ ჩუმადობთ რა. გრამატიკის შესწორება შუა ისეთ საუბარში რა, რომ აი ეს შვილი მემრჩება, რომ ეს შვილი შეგჭება, მემრჩება, გშორდები, მე გშორდები, მე ვთვლი რომ ეს მე ვთვლი არა, მიმაჩნია სწორი. აი რა შუა რას ნიშნავს? ზოგადად მე მაქვს ესეთი დამოკიდებულება მეგობრებო. ჩვენ როცა ვსაუბრობთ იმ პროცესში თუ არ წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას, კულტურას, ლიტერატურავი, ყველაფერს არ არის აუცილებელი სწორად ისაუბრო. იმ მომენტში ჩვენ თუ უბრალოდ ინფორმაციის, ადამიანისთვის ინფორმაციის მიცემა გვინდა, რაღაცის თქმა გვინდა, კომუნიკაციის საშუალება ენა. იმიტომ გამოვიგონეთ ენა, რომ ინფორმაცია გაგვეცვალა ერთმანეთში. ანუ ენის მეტყველების თავარი მიზანი, რატომაც ჩვენ ეს გონებაში გაჩნდა საჭიროება და დავამხეცეთ და ვისწავლეთ, არის რომ ინფორმაცია, კომუნიკაცია გქონდა ერთმანეთთან. მეერე გაჩნდა ენები და მეერე გაჩნდა რაღაცა გრამატიკა საერთოდ და მეერე დაიბადა აკაკი შანიცი. წარმოიდგინეთ. და მე როდესაც ლაპარაკის დროს თავარი მოტივი მაქვს მალე ინფორმაცია გავუცვალო ადამიანს, შენ იქ რომ დროს და ენერგიას ხარჯავ იმაზე, რომ მე რაღაცეები ვთქვი, თუ რაღაცები, მაშინ
შენ იქ არასწორად ხარ, ანუ შენ არასწორად მისმენ, ანუ საერთოდ სხვა რაღაცა, საერთოდ სხვა ამბავი მაქვს აქეთ. საერთოდ სხვა მაქვს სათქმელი, რა ის რაღაცები და რაღაცები. და როდესაც შენ დგახარ და ანუ წარმოადგენი მომენტში კულტურას და გინდა რომ ყველაფერი ისე იყოს და მან უშებ შეცდომას, შესაძლებელი არის მან გაუსწორო, მაგრამ როდესაც მე ჩემს რაღაცის თქმას ვცდილობ სწრაფად, იმიტომ რომ რა ვიცი დრო იწურება ან მალე უნდა გითხრა ან არ მაქვს დრო უბრალოდ რაღაცას ფიქრობ და შენ გრამატიკას მისწორებ ცოტა ცდები რა და ეგ უნდა იყოს დასჯადი მე უნდა იყოს ეგ ჩანაწერი მე თავიდან გადახეო და იყო როგორი მომენტი იყო ეს იყო წვავე მომენტი თუ იყო არამწვავე მომენტი რა გაგიკვირდებათ თუ არ გაგიკვირდებათ ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული მაგრამ გეტყვით რომ სეტანტა ისევ ჩემს არხზე არის რა თქმა უნდა ჩემს არხზე იქნება სანამ ვაჟაგოგუას ვაჟაგოგუ ერქმევა და სეტანტა სპორტი პრომოკოდი ბასტო სხვადასხვა შორის ჩი მერც სათამაშებს თავის სეტან და 20 წელს შეგიძლიათ აქ ლინკზე გადახვიდეთ აღწერაში იქნება ლინკი სადაც რაღაცა პატრა დავალებაში ასრულებელი და 20 გამარჯვებული არ არის ცოტა რა ანუ ნახა სეტანტა ვახსენე სპორტულ რაღაც ერთ-ორ სიტყვასაც გეტყვით მოგატყვეთ ეს უბრალოდ სპორტული სიტყვა იყო მაგრამ სპორტზეც გეტყვით რამდენიმე სიტყვას მიდის რაღაცა ლაპარაკი რომ შეიძლება შეიცვალოს ვარის წესები და ვარზე გადამოწმდეს კუთხური, აუტი, ყვითელი ბარათი ვარზე მოწმდებოდა მხოლოდ გოლი იყო თუ არ იყო გოლი, წითელი ბარათი, პენალტი იყო თუ არ იყო პენალტი, რა. ეხლა კუთხური იყო თუ არ იყო კუთხური, აუტი იყო თუ არ იყო აუტი, ჯარიმა იყო თუ არ იყო ჯარიმა, ყვითელი იყო თუ არ იყო ყვითელი, ყველაფერი შემოწმდება ვარზე. ფეხბურთი როგორც ბიზნესი ამერიკაშიც უკვე ძალიან პოპულარული გახდა. და უკვე Snoop Dogg-მა და Modric-მა ერთად გააკეთეს ინვესტიცია Swansea-ში, Swansea City-ში, ესეთი ინგლისური კლუბი არის, რათა გუნდის ფასი გაზარდონ, ასე რომ ვთქვათ რა. რაღაც კომპანიის მფლობელი თუ დირექტორი თუ მენეჯერი და მისი თანამშრომელი რომ Coldplay-ის კონცერტზე გაფაქტეს რომ გალატობდა და ეხა მთელი მარკეტინგი რომ მაგას იყენებს რომ რაღაცები გააკეთოს, მაგალითად ეხა რამდენიმე ტურისტულმა კომპანიამ გქნა რომ იმასთან აქვია თანამშრომელთან ერთად ფასდაკლება თუ თანამშრომელთან ერთად წახვალ და იყენებენ რა ამბავს საკაიფოდ იყენებენ რა რო რამე ამ კაცს ყავს ცოლი შვილები და ამ ქალსაც ყოლია ქმარი და შვილები ქმარი ყავს რა ამ ქალსაც რა და არიან სადღაც 60 წლისები და Coldplay-ის კონცერტზე აი ესე ჩახუტებულები ბაუნსობენ რა ანუ და Coldplay-ს აქვს ეგ ის რომ ანახებს ხოლმე საყვარელ წვილებს გამოაქვეყ დიდ ეკრანზე და თუ ეგეთი აი ეგეთ ადგილას ხარ ანუ ხო შეგილია რომ მაგ მომენტში როდესაც აი ქოლ ეხა ჩვენ ვიპოვით წვილებს და გამოვანათებთ დიდ ეკრანზე ყველას აი ამას რომ გამოაცხადებს შეიძლება ზუსტად ეს არ გამოაცხადოს მაგრამ ეგ მაგ ინფორმაციის მატარებელ ფრაზას რომ მიტყვის მაგ დროს ხო შეგილია რომ აი 5 წუთით რა ვიცი რომ ძალიან გიყვარს რა ვიცი რომ გიждები და ვიცი რომ მომენტი გაქვთ, მაგრამ აი მაგ დროს პროსტა რომ ხელი გაუშვა რა და დადგეთ რა. ან მე რომ დაინახავ შენ თავს Coldplay-ს იმაზე. აი მე ფეხსაცმლის სახეზე აფარება და ვითომ რომ სხვა რომ ანუ აი მაგ დროს აი რა აზრი აქვს რა. მაგ დროს მე როგორ მოიქცეოდი ხა რა. მე რომ ის კაცი ის ნაძირალა რომ ყოფილიყავი. როგორ მოიქცეოდი ხელი ხო მიკიდია უკან რა და ესე ხო იმაშვებით რა ესე ვაკეთებ და მოვიდა კამერა რა და ეს ვითომ ჩოლოდ გავაგრძელი არ შემჩნე და ქვემოთ დავხედო ეს ვინ არის თქო და ანუ აი ვითომ შემეშალა ეგ ერთი მეორე ერთ ტიპს კონდა იდეა რომ ესე უკან მქონდაო რომ გაქნებო ის გაუკეთესო ვითომ იხჭებოდა ვაფშე არ უნდა შეემჩნიოთ ეგ ყველაზე ადეკვატური ვარიანტია რომ არიან არ შეემჩნიათ რა ვითომ არიციან რა და ან ყველაზე ბუნებრივი, ყველაზე უინტერესო რაღაც უნდა გაიკეთებინათ, რომ ვაირალ არ გამხდარიყო, იქნებ არიდებოდა ეგ ყველაფერი იმას რა ქვია. ანუ შეიძლება ცოლს გაეგო რომ ეს გალატობს, მაგრამ თელ მსოფლიოს არ გაეგო რომ ეს ცოლს გალატობს რა. კიდე იყო ვარიანტი, რომ ესე ხო იმაშვებიან, ხო ეთობიან რაღაცაო და რომ გადავიდო და კადრი უცეფო ამოეღო დანაო და ვითომ ძევლა დაიყვანაო. ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობდა რა, ანუ მართლა ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობდა, ალბათ საუკეთესო. ჩემო მოღალატე გამომწერებო თუ მყავხართ. ყველაზე საინტერესო რაც ბოლო პერიოდში მოხდა, გიორგი ჯობავას ძარცვა და გიორგი მახარაშვილის კომენტარი ამ ყველაფერზე.
ყველას გაინტერესებს ალბათ ჩემი აზრი, მე რავს ვფიქრობ. მე ვფიქრობ ეგეთ რაღაცას. აქედან რა აზრით შეიძლება გამოვიტანოთ ადამიანებმა არის ის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაძარცვეს, რამდენჯერ გაძარცვეს, რა ქნეს, როგორ ქნეს, რომც არ გაეძარცვათ და რომც ტყუილი ყოფილიყო, თანაგრძნობას ვუცხადებ. თუ გაძარცვეს, თანაგრძნობას ვუცხადებ, რომ გაძარცვეს და ძალიან წუხვარ და არ ვიცი, იმედია ყველაფერი კარგად გექნება. თუ არ გაძარცვეს და მოიფიქრა, უფრო დიდ თანაგრძნობას უცხადებ, იმიტომ რომ ეგეთი რაღაცა გააკეთა. ანუ საბოლოო ჯამში თანაგრძნობის გარდა მე ვერაფრის გამოხატვა ვერ შემიძლია იმ ადამიანის მიმართ. მახარას რაც შეეხება, მახარას ვიცნობ კარგად და ცუდი განზრახვა არ აქვს ეგ გონი ეგ ფუნქცია ძალიან დახშობილი აქვს, რომ ცუდი განზრახვა კონდეს. უბრალოდ რაღაცა აქვს ხოლმე ესეთი ისიც ხოლმე რა, გასვლა ცოტა, რომ აი თითქოს YouTube-ის პოლიციაა რა და ეს YouTube-ზე ვინმე რამეს თუ დანაშაულს თუ სადმე აკეთებს, ეგრევე ამან უნდა გაფაქტოს, თორე მე მოიწამლება YouTube-ი და ეს საკუთარ თავს დააბრალებს, რომ აი მან რაღაც იფიქრა და ესე არ გაფაქტა რა. რავი, top 3-ში ვიტყვი, top 3 ყველაზე დიდი სახელი, როგორც YouTube-ზე და გიორგი ჯობავას დაპირისპირება ოღონდ თან ძალიან მწვავე ამბავზე ის კი არა რომ ამან რაღაცა ამის სპონსორზე ცუდი რაღაცა თქვა. აქედან ისი აზრის გამოტანაც შეგიძლიათ ის არის რომ ყველაზე დიდი დრამა თითქოს აი ძალიან პოპულარული დრამა იყო, ბევრმა ადამიანმა ჩაწერა ვიდეო მაგაზე რას ვფიქრობ მე, რას ვფიქრობს ის, რას ვფიქრობს ეს, მე ორჯერ ვიფიქრე ამ თემაზე, ერთხელ მთვრალზე, ერთხელ ფხიზელზე და ეხლა ამის საშუალო არითმეტიკული ანალიზი დაგიდებ და ანუ ყველანაირი ანალიზი გავუკეთეთ მაგ დრამას რა. და ერთადერთი რაც უნდა დაიმახსოვროთ მაგედან ის არის რომ რა მალე ავიწყდება, ეხლა რა მალე ავიწყდება ხალხს ყველაფერი რა. ეხლა ხო აღარ საუბრობს ამაზე. ყველას გვემახსოვრება ესე ფაქტად, ინფორმაციად. მაგრამ არავის ზეგავლენას არ მოახდენს ეს ამათი დრამა რა. არაფერზე გავლენას არ მოხდეს. ამიტომ ვისაც თუ ფიქრი გაქვთ რომ აი ამას ვერ ვიზამ, იმას ვერ ვიზამ, ამას ვერ გავრისკავ ხალხი რა სიტყვის ჩემზე ეს რო გადაობა ცუდად გამომივიდეს და ეს ხუმრობა რომ მაგალითად არ გაეცინოს ხალხს აუ რა სიფიქრებს ჩემზე, რომც იფიქროს შენზე, რომც იმ დონის დებილობა გააკეთო რომ გიორგი ჯობავას და საერთო კაცის დაპირისპირების მსგავსი რეზონანსი დადო 10 დღეზე დიდხანს შენზე ხალხი არ იფიქრებს. ამიტომ ცოტა თამამები იყავით მეგობრებო, ოღონდ თუ გინდათ რომ თან გაგიმართლოთ, კარგი განზრახვით თამამები იყავით და რა ცუდი განზრახვით რა. ეხა ამ გოგოს ტრაქზე ვუჩქმეთ და დაავიწყდება, ეგ არ ითვლება მაგაზე, მოგეთხოვება ძმაო. მაგრამ მოდი ეხლა ვცდი რაღაც ვიდეოს გადაღებას, რომელმაც შეიძლება ჩემი ცხოვრება შეცვალოს, მაგრამ ცუდი რომ გამოვიდეს რა ვქნა და მე ხალხმა დამცინოს რომ რა ცუდი გამოგივიდაო. აი მაგას შეგიძლია დაიკიდოთ რა. კიდევ ერთი რაღაცა რა, პათეტიკა. ამ ამბის ირგვლივ რაც არის რა, მახარას არ ევასება პათეტიკა. ანუ pathetic, ხო იცით რაც არის? ანუ ჩემი გადმოსახედიდან ტელევიზიასა და YouTube-ს რაც მიჯნავს ერთმანეთისგან არის ერთი pathetic არის, მეორე not pathetic. ანუ ტელევიზორში ტიპს რო უყურებ, რომელიც გამოდის და უყურებ და აკვირდები, შენ ზუსტად იცი რომ ის ტიპი, რასაც ფიქრობს, იმას კი არ ლაპარაკობს. რასაც აი მაგალითად ვიღაცას მიყავს რომ წამყვანია, რაც დაუწერეს იმის ლაპარაკშია პროფესიონალი და შენ უკვე სხვა არ ქონდა ადრე და მაგას უყურებ და როგორც კი YouTube-ი გაიჩითა და ტიპები ეხა როგორც თქვი YouTube-ი გაიჩითა თქვი და არა YouTube-ი წარმოიშვა ბაზარზე რაღაც დებილობა სიტყვები არ ვიხმარე, გამოვიყენე. სიტყვა ფილი კი არა ვარ, სიტყვები ვიხმარ. ხო და არ გამოვიყენე და უბრალოდ რასაც ვფიქრობ მას საუბრობ და შენ ეს მიიღე ჩემგან სინამდვილე პათეტიკის გარეშე საუბარი, რომ მიიღე ჩემგან და შენ მერე უკვე ამის ფონზე ისევ პათეტიკური რაღაც ნახე, შენთვის ის ულტრა პათეტიკური ხდება. სუპერ პათეტიკური ხდება. ანუ ისეთი პათეტიკური ხდება, რომ ვეღარც შეხედავ, აღარც კიდე გახედვა მაგისკენ რა. და מחარაც ეგ თემა აქვს, რომ აი პათეტიკას როგორც კი ხედავს რაღაცაში. აი ეგ არის რომ ტელევიზია და ხდა თითქოს არავის არ უთხოვია מחარასთვის ეგ გააკეთეთ თქო საერთოდ სამყაროში, იმიტომ რომ YouTube-ი მაგისთვისაა რომ ვიღაცას პათეტიკა უნდა აკეთოს ვიღაცას პირიქით და არ გაქვს უფლება რომ შენ არც შეზღუდული ეთერი არ არის, არაფერი. პროსტა ანუ ეგაა YouTube-ი რომ პათეტიკაც ქონდეს და სინამდვილეც. და ეხა არის ახალი ის მოდის, რა ქვია, სამყაროში ახალი ველი გაიხსნა მონტაჟის ანუ ყურე ლაივები რა. აი ლაივი არის ტელევიზია, YouTube ვიდეო დამონტაჟებული და მე ლაივი, ანუ ლაივი არის სუპერ რეალური, ანუ აი
ამოჭრის ისიც არ გაქვს, რა ქვია, შანსი და საშუალება რა. და ეხლა ვინც ლაივებზე დაждდება მაგალითად, ეხლა ჩვენ ლაივები და აი სპიდი მაგიტოა ძალიან პოპულარული, რომ ლაივებს აკეთებს რო რამე რა. ან სულ ლაივშია რა. და სუპერ რეალური, მაგაზე რეალური ვერავინ ვერა, როგორ დადის ქუჩაში, მაგას უყურებ რა, რო რამე. ხოდა ეგაა, რომ თუ წინ გინდა წახვიდე content wise, აუ რა გიჟი ვარ, კონტენტის ამბავში თუ გინდა რომ წინ წახვიდე, მაშინ უნდა იცოდე ეს ერთ-ერთი რამ თავარი რაღაცაა, რომ პათეტიკა less რა. ერთ საათი ვლაპარაკობ? დაგემშვიდობებით მაშინ.